საქართველოს მდიდარია უნიკალური აბორიგენული ცხოველთა ჯიშებით, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ბუნებრივი გადარჩენითა და ხალხური სელექციით. ესაა გაამძლე, მკაცრ კლიმატსა და რთულ გარემოსთან შეგუებული ჯიშები, რომლებიც დღესაც ჩვენი კულტურული და ბიოლოგიური მემკვიდრეობის ნაწილია. ქართულ ნაგაზს განსაკუთრებული ისტორია აქვს. ძველი ქართველური ტომების მიერ შექმნილ ჯიშს გერმანელი ზოოლოგი მიულერი მე-19 საუკუნეში აღწერდა, როგორც ძალითა და მასიურობით შთამბეჭდავ ძაღლს. რუსულმა კინოლოგიამ ამ ჯიშის კავკასიურ ოვჩარკად დამკვიდრება სცადა, თუმცა ქართული ნაგაზი მაინც რჩება დამოუკიდებელ, უძველეს ქართულ ჯიშად. მისი სხვადასხვა ტიპი გერგეთული, ყაზბეგური, გერბენული, ახალციხური დღესაც ვიზუალური და ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქართული მთისძაღლი უფრო მსუბუქი, სწრაფი და მოკლე-ბეწვიანია. მიუხედავად პოპულარობისა, ჯიში ჯერ არ არის აღიარებული საერთაშორისო ფედერაციის მიერ. განსაკუთრებულად ფასდებული ერთადერთი ქართული სანადირო ძაღლი მეკვერნე, იგივე ჩაქირა, იგივე მყეფარა. დასავლეთ საქართველოში შექმნილი ეს ჯიში გამოირჩევა შეუპოვრობით, ზეგრძნობითი ყნოსვით, სისწრაფით და ნადირობის განსაკუთრებული აზარტით. სამწუხაროდ ხალას ჯიშიანი მეკვერნე თითქმის გადაშენების პირასაა და წირდება პოპულარიზაცია, სელექცია და დაცვა. ჩვენი აბორიგენული ძაღლები საქართველოს ბუნების, კულტურისა და სულიერი ტრადიციების ცოცხალი სიმბოლოებია. მათი შენარჩუნება ეროვნული პასუხისმგებლობაა.